უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის დაბადებიდან 93 და აღსაყდრებიდან 42 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გრძელდება. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი. მე დღესაც ვაგრძელებ ქადაგებას საქართველოში, მღვდელმთავრები წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ. ამ სახელწოდების სამეცნიერო კონფერენცია დღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა გიორგი ზვიადაძემ გახსნა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 და დაბადებიდან 93 წელი მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას პროტოპრესვიტერმა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღვაწლზე ისაუბრა. ქართული იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ქადაგებების მიხედვით, წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ, წმინდა ნინო ზოგად ქართული და ადგილობრივი მნიშვნელობის წმინდანი, კათოლიკოს პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის ქადაგებების მიხედვით, გზა განათლებული სარწმუნოების ლამპრით, ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ქადაგების მიხედვით. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა დღეს მოხსენებები წარმოადგინეს. ღონისძიებას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიის გალობელთა გუნდის მიერ შესრულებული საგალობლით დასრულდა. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოველწლიურად აღესრულება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საიუბილეო დღეები. წელსაც ტრადიციულად ვზეიმობთ ილია მეორის საიუბილეო დღეებს მისი დაბადებიდან 93 და აღსაყდრებიდან 42 წელს. ყოველწლიური ტრადიცია მიზნად ისახავს გააქტიურდეს სტუდენტში მეხსიერების ადგილი, რომელიც იმ დიდ და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს, რასაც ჩვენი ისტორიული გამოცდილებით დაგვიგროვებია. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი დიდი მღვდელმთავრები, რომლის ქადაგებების შესახებ მოხსენებებს წარმოადგენენ ჩვენი სტუდენტები, მიზნად ისახავს სწორედ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვას, ნახვას და გაცნობიერებას თითოეული ქართველისათვის. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორის დაბადებიდან 93 და აღსაყდრებიდან 42 წლის თავი. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავს უწმინდესის საიუბილეო თარიღებს. ჩვენი რექტორის მამა გიორგი ზვიადაძის ლოცვა-კურთხევით ეს თარიღები აღინიშნება როგორც წესი სამეცნიერო კონფერენციით, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები, რაც ძალიან სასიამოვნოა. ყველაზე სასიამოვნო კიდევ ის გახლავთ, რომ ამას ძალიან სიამოვნებით აკეთებენ ჩვენი სტუდენტები და ძალიან დიდი მადლიერებით. მინდა შევუერთდე იმ საზოგადო მილოცვას და მეც მილოცვასთან ერთად მადლიერება გამოუცხადო ჩვენს უწმინდეს, მადლობა გადავუხადო მას იმ დიდი შრომისა და ღვაწლისათვის, რომელიც მან გასწია ამ მრავალწლიანი მამამთავრობის პერიოდში. მე პირადად და ჩვენ მთელი აკადემია უდიდესი პატივისცემით ულოცავთ პატრიარქს 93 იუბილეს და აღსაყდრებიდან 42 წლის თავს. და აი ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, როგორც ამ კედლებში სწავლა, ასევე პატრიარქისათვის მიზღვნილ ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.